გაუშვათ თუ დაელოდოთ. დღეს სასიყვარულო ურთიერთობაზე გვექნება გაშლა. იფიქრეთ თქვენს თავზე, ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვისაც გაინტერესებთ ეს გაშლა, ნახოთ ეხლა რა ხდება და მომავალში და ღირს თუ არა დალოდება. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი ამჟამად. და ნახოთ მომავალში რა სიზავს ეს ადამიანი. გადმოდგავს ნაბიჯებს თქვენთან დაკავშირებით, ან როგორ ნაბიჯებს გადმოდგავს. ახლანდელ ურთიერთობას რაც შეეხება. აქ როგორც ხედავ, არის მომენტი, რომ შეიძლება ურთიერთობა რაღაც მომენტში, ეტაპზე სწრაფად განვითარდა, უცებ მოხდა დაახლოვება, უცებ შეიძლება შეხვდით, უცებ გაიხსნა რაღაცა კარებიც, რომელიც არ იყო გასახსნელი, ნაადრევად შეიძლება რაღაც პროცესები დაჩქარდა და გაჩერდა. და დაპაუზდა ეხლა სიტუაცია და ეხლა არის ცოტა ტოქსიკური ურთიერთობა. გონია რომ მიჯაჭვილობა შეიძლება იყოს აქ, არაჯანსაღი აგრესიული, ხისტი, დამოკიდებულებები და ან გაბრაზება, ან კამათი შეიძლება მოხდა და კონტროლო ემოციური ფონით შესაძლებელი არის. ეხლა ერთ-ერთი მხარე ზურგშექცეულია ურთიერთობაში და თავისთვის არის და იძახის რომ მარტო მირჩენია ვიყო, ასე მირჩენია ვიყო, ჩემთვის ვიყო, გავერკვე რა მინდა, როგორ მინდა, თითქოს იმ შანსებს და იმ შესაძლებლობებს, რაც ურთიერთობაში არსებობს, ვერ ხედავს, ან არ სურს რომ დაინახოს და ან თქვენ ჩაფიქრებული ხარ ზოგად ურთიერთობას აღწერ ამ წუთას. მიზიდულობა არის, მაგრამ მიზიდულობა შეიძლება მომენტ აგრესიაშიც გადადიოდეს თქვენ შორის და ხშირ კამათში და ხშირ კონფლიქტში და მიჯაჭვილობა, როგორც გითხარით, შეიძლება ღალატის მომენტი, ეჭვიანობის მომენტი, ტოქსიკური გარემო, ვერც მიდიხართ, ვერც ჩორდებით, ესეთი გაურკვეველი ვითარებები ჩანს ამ ეტაპზე. ადამიანის მოქმედებას რაც შეეხება, ერთი რასაც ცალსახად ხედავ, რაღაცებს მალავს და ფარავს და იტყუება და არ იძახის ყველაფერს და არ გიმხელთ და არ გესაუბრებათ და არ არის გულგახსნილი და მოქმედებებშიც ჩაკეტილ ენერგიებში გიყურებთ, გიაკვირდებათ, მაგრამ არაფერს არ გამოხატავს. ვერ გაიგებთ რა უნდა, მოწონხარ, არ მოწონხარ, უყვარხართ, არ უყვარხართ, რას ფიქრობს, რას სურს, ბუნდოვანებით მოცული პიროვნება. აქ რასაც ხედავ, ძალიან დაბნეულია თავის გრძნობებში და თავის ემოციებში, თითქოს არჩევანი აქვს, მაგრამ არ იცის ეს არჩევანი როგორ გააკეთოს, საით გააკეთოს და პასუხისმგებლობის პრობლემაც დგას. ურთიერთობაში ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ეგოისტური გამოვლინებებიც ახასიათებს და ეს ბავშვური მომენტებიც აქვს ამ ადამიანს. თქვენი გადასაწყვეტია ასეთი ადამიანის მიღება ღირს თუ არა, თუ მისგან შეცვლას ელოდებით, ჯერჯერობით არ იცვლება ახლო მომავალში, ეს არც თქვენგან წასვლა უნდა, მაგრამ არც ურთიერთობის გაღრმავება და განვითარებაზე ფიქრობს.